მადლობა დებატებისთვის, ორგანიზაციისთვის. მithumet ეს ისეთ თემას ვეხებით, რომელიც წლებია მოსახლეობას აღელვებს. ყველა გამოკითხვაში ერთ-ერთი პირველი საკითხია და ამასთან არასდროს ეს არ აღელვებდა ხელისუფლებას. პირველ რიგში, იმიტომ რომ თავარ საკითხს საერთოდ არასდროს არ ეხებიან, რა იწვევს ფასების დას და ფასების ის თავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. მარტივად რო აუხსნა მაყურებელს 95 წელს რომ ლარი შემოიღეს, სულ ბრუნვაში იყო 112 მილიონი ლარი. ეხლა არის 34 მილიარდი ლარი. ანუ 300 ჯერ მეტი ფულია ბრუნვაში. ოღონდ ეკონომიკა ამ დროს გაიზარდა 5-6 ჯერ სულ. აი 5-6 ჯერ გაიზარდა ეკონომიკა და 300 ჯერ ფულის მას. ხო ხვდებით რა დაემართება ლარს ამ შემთხვევაში. მერე ლარი უფასურდება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ზეთი ძვირდება, პური ძვირდება, კვერცხი ძვირდება. და 34 მილიარდიდან თუ იცით რამდენი დაიბეჭდა ქართული ოცნების მმართველობის დროს? 30 მილიარდი. მხოლოდ ბოლო წელს 25 წელს 7 მილიარდით გაიზარდა ფულის მასა. ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამას არ შეეხება მთავრობა, სანამ ზოგადად ყურადღებას არ მიაქცევს ამას მოსახლეობა, არაფერი არ ეშველება ფასებს. მაგრამ აი ეს კომისია, რაც ბატონო ირაკლი დაარსა, თავის შინაარსით ასევე ფარსია, იმიტომ რომ იმ ნაწილსაც კი არ ეხება, რომელიც მთავრობის მხარეს არის. აი მაგალითად დავიღოთ გადასახადები. რომ მთავრობა რომ დაწიოს ის გადასახადები თუნდაც, რომელიც ყველაზე ღარიბ ხალხს ეხება, აქციზი სიგარეტზე, აქციზი ბენზინზე. ეს ფასებს შეიძლება დიდად არ აისახოს, მაგრამ მეტი ფული დარჩება ღარიბ ადამიანს ჯიბეში და უფრო მარტივად გამოკლავდება გარდილ ფასებს. ანუ თქვენი პოზიცია არის გადასახადების დაწვა. ან მაგალითად აწიოს ან გააუქმოს 300 ლარიანი ზღვარი იმპორტზე. მთელ ქვეყანას ექნება ერთ დღეში გავიაფდება უამრავი პროდუქტი. თუ მთავრობა არც რეგულაციებს არ აუქმებს, არც გადასახადებს არ ამცირებს, თუ ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდას აგრძელებს, მაშინ ფასებს არაფერი არ ეშველება და მაქსიმუმ რაც შეიძლება მიაღწიოს მთავრობამ, რომ მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასი დემონსტრაციულად შეამცირებინოს. ეს არის მაქსიმუმი. და მეტი არაფერი არ გამოვა.